გამარჯობა მოგესალმებით და სანამ YouTube-ზე კაცები დაიწყება გეტყვით რომ ფოტოსინთეზი გამოიწერეთ. ეს არის უკვე ყველაფერს რო ვკადრულო. კი, არა. ეთერშია კარგი თამაში. ეხა დაიდო ჩემი და ჯაფარასი. ხო. ჯაფარას პოდკასტიც გამოიწერეთ. ვანახე. კლიპსი. ეს რო ამოუჭრათ და კლიპსი რო. 25 კადრი ვიცი რო ვიძახო. კლიპსი. საიწეთ თქვენ. აი, გვეყოფა მათხოვრობა. მოკლედ კაცები კლავ YouTube-ზე როგორ ახართ? ყოჩაპათ. ძალიან ადრე ვიწერთ ამ გადაცემას, იმიტომ რომ ისეთი ცხელა ჩვენს დედაქალაქში, რომ ყველას ერთ ჯანელას გარდა ერთი სული გვაქვს, როდის გავხუსლავთ. ჯანელასაც. ჩემი ამინდია. არა, ჯანელა არც არ მიდის, მაყოფილი. როგორ არა, მიდის სახში და კონდიციონერის ქვეშ ჩდება. ხო, და ქალაქიდან ვაპირე, რატო არ მისმენ? არც მე არ ვაპირებ ქალაქიდან. ნახე. საკაბაბე მაქსად წავალ. რაცა უნდა უთხრა ყველაფერზე აქ პასუხი თან სანამ იკო, მოდი მე და შენ ვილაპარაკოთ, არ მინდა ამათთან ურთიერთობა. მოდი. ჯანა, მოდი შენ საკაბაბეში გადმოდი, თუ არ გადიხარ არსად და ერთად ვიყო. აი, ხავსი არის, ეგ რასაც აკეთებ ხა, ეს საკაბაბეში ყოფნა რომ მინდოდეს, მე ვერ გავხსნილი. გახსენი და მე გადმოვალ შენ საკაბაბეში. აი მეგობრობა რა არის. საკაბაბეში ყოფნა არის. მაგარი მოიქონა ეხლა. ეს მოიპარა ჩვენი იდეა. ჩვენი იდეა იყო და როცა ამხელა ფოტოსინთეზი დავიწყე. მატარებელი რო ჩამოდიოდა ადრე და ნასილშიკები მიესწეოდნენ ისე ხარ თქვენს. ეს არის შენ მაგას? ეხლა ტაქსი არის, ტაქსი ხوارგნა ტაქსი. ხო, მაგრამ ტაქსი უფრო სოლიდურები არიან ვიდრე თქვენ სამი. არა, გადაცემის დაწვით. კარგი კი ბატონო. მან რა ფენომენია, ტაქსი რომ მოდის, ჩუმად რატო გეუბნები? აი, კოკაინი ვით რატო ყიდის ამ ტაქსს? რომ მოდის ტაქსი ხო არ გიშ. რა მითხარი ტაქსია, რა მინდა არ გინდა. რას მაპარებ? ხო არ ვიცი. ბიჭო, ეგ ის არის, ჩუმად რო გეუბნება. უფრო განგაცხოვს რომ სერვისი მიიღო, ვიდრე კლიპსი ეხა რო ვიძახო, ვინ გამოიწერს? ამაზე გამოიწერე? რა თქმა უნდა. აი, ტაქსისტებთან მიდის. შენ მიდი ტაქსისტებთან და იგი ძახე. დღეს ტაქსისტების მეთოდი. იქ რომ მატარებელს რომ დახვდე კლიპსი. და რო ჩაივლის, რომ ყველა ვაგონი მაგაიქოს. ხო, და იმდენად ადრე ვიწერთ ამ გადაცემას, რომ ნიუსებს მივხვდით, რომ აზრი არა აქვს. ხო. ანუ ყოველ დღე ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი. ყველაფერი. თუ იმას დაეზარა ჯაფარას. არა, ჯაფარს არ დაეზარა და ამიტომაც ვინ და ვინ მიხვდა. არც მაგისობა, როგორც თვითონ ჯაფა გაწიწდა ეხა მაყურებელი ვეთქოს, მაგრამ იმიტომ რომ მიხვედრის პროცესში მე არ მონაწილეობდი. ვინ და ვინ მიხვდით? ჩვენ სამი და ჯაფარა. შენც მიხვდი? თუ ეხა გაიგე რო არ იქნება. მე თავი შენ რომ მიხვედრის პროცესში არ მონაწილეობდი, ესე იგი აცდენ. ხო, აცდე. ან არ ხარ მიხვედრილი და არ დაგიძახეს. ხო, ვერი აზრე. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მოთხოვნა არის სულ ამ ქალაქობანაც და გადავწყვეტეთ რომ მოდი პირველი ნაწილი ექსპერიმენტული აგვისტოს გამოშვება იყოს ესეთი რომ პირველი ნიუსების მაგალითად იყოს ქალაქობანა. ოღონდ ქალაქობანას თემები. ხო. დავარიგო ესენი? ეგენი დაარიგე ხო. აჰა. ორი წრე უნდა გავაკეთოთ და ის არ იყოს გლაბუსი რა. ეხოწები სერიოზულად მეთამაში. თუ გაბუცი არ გინდათ, მე რატო დამიწახეთ? აჰა. კოპაკი? ეს სირიული პასტა სადიშო. სირიაში. რატო არის სერიული? არ ვიცი, აი მოიგონა და ეხო. წაიკითხა პასტა. არა, რატოა წაიკითხა პასტა? აი, რა და რა კატეგორიები იყოს? აი, ხაზი უნდა ადგილი, სადაც არ უნდა წახვიდე დასასვენებლად, ხო კარგია. რატო ხო კონდა ადრე. რამდენია სულ მითხარი და გავro ისა და არ ვიცი, შევათანხმო. შევათანხმო. უფროსი ხარ და ვიღაცა შვებულებაში უნდა გასვლა და რა მიზეზით არ უშვებ. მეორე არ გაშვების მიზეზი. არ გაშვების მიზეზი. ან ხო, მე ჩამოთვალებ და ავირჩიოთ. თუ არის ასარჩევად. ცუდი დასვენების მიზეზი. აი წახვედი დასვენება და ვერ დაისვენე, რაღაცამ შეგაწუხა. ხო. კარგია. კარგია კი. რაღაცა თქვენც მოიფიქრეთ რომ მომიწონე, კარგია. პარაზიტები არიან ხო? რას არ წაიღებდი დასასვენებლად? ოხ, კაი კაცო, რას წამოიღებდი? რას წამოიღებდი დასვენებული? სასტუმროდან.
სასწაულო ყველაფერი მოვაგა. რა უნდა შეჭამო როცა დასასვენებლად. ხალხი არის ყველაფერი. დიახ. რა არ უნდა ჭამო დასასვენებლად რო ხარ წასული. დიდა. ქალაქი რაღაცნაირი ქალაქი უნდა იყოს. ჩვეულებრივი ქალაქი ხო არ იქნება? კურორტი. არა საკურორტო ქალაქი. არა, სად არ წავხედავთ დასასვენებლად. ეხლა ნიგოზეთი არ არის საკურორტო, დავდიოდი მთელი ბავშვობა. ნიგოზეთში და ჩხარიეწერში. გაგიგია კურორტი ჩხარიეწერი? აი, რეები იყო კიდე. ზაფხულ ეს არის ჩვეულებაში რომ არ უშვებ რა მიზეზით არ უშვებ თანაშრომს. კარგი. კი ბატონო. არ გაშვების მიზეზი. მე გადავედი ეხლა იქით და შემდეგი მოდი შევეცადოთ რომ მოკლე იყოს. სუდი დასვენების მიზეზი, რამ ჩაგიშალა დასვენები. კარგი. კი ბატონო. იცი როგორ ქენი? აი, მე რო ვშვები ეს. რამ ჩაგიშა დასვენება ქვევით ხაზზე დაწერე. აჰა. wrap ტექსტი ხია Excel-ში მაგ ანუ ფუნქციას. enter-ით, shift enter-ით რო გადმოიტანე. ერთი ცხოველი რო იყოს უბრალოდ. დასვენებასთან დაკავშირებული დავაი. ეხა იყოს ცხოველი. აი, ცხოველი. დასვენებასთან დაკავშირებული. ჩვეულებრივი ცხოველი რაღაცით დავა. არა, ეს აი ჩვეულებრივი ცხოველი. კლასიკა. ცხოველი და ქალაქი როგორი იყოს ახლა მოვიფიქრე. არა, ქალაქი საერთოდ არ აქვს. ქალაქობანი არ აქვს და ქალაქი არ გქონდეს. მაშინ რა იყოს ის არა, დასვენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა. ენტეროვირუსი. კოღომ დამკმინა. ხო. და ქალაქი გვინა როგორი? ხო და როგორი ოხტა. გინდა ის იყოს ოხტა ქალაქი. ფესტივალების ქალაქი. ასვაიჭეთ და იმას უნდა შეიცავდეს. ქალაქი რომელშიც არის ო. კაი. ქალაქიო. და არა აქვს მნიშვნელობა რაზე დაიწყება, ხო? ხო. არა, არა, იმაზე უნდა დაიწყოს და ოს შეიძლება. აი, ხო, ხო, ეგ არის. ზუთუ ამოვიდა ზოზე. ყველგან ჩაწერ იმას რა ქვია. ზესტაფდონი. ზესტა ფონი. ქალაქი 4. ეს რაღაც ახალი ლეველია. დავრდებოდეს რაღაცით. არის ო. წავიდე, მე ვშვები იმას. მოიცა ამას 5 აქვს და მე 4. ხო, იმიტომ რომ მეც 5 მაქვს. მაგითაც უცა აგებ. რაღაცას ეს უნული ვარგება. აბა წავიკითხავ და რაც მირი წაიკითხე. ქალაქი 4 დასასვენებელი. არ გაშვების არ გაშვების მიზეზი. დასვენება რამ ჩაშალა ცხოველი და კიდე რა არის მეხუთე. ჯანმრთელობის პრობლემა. მიდი და აცუცურე. სტოპ. ვ. სტოპ. მოიცა, ცუდი დასვენების მიზეზი არა მაქვს. ხო, მაგრამ ხო სტოპ. მეც ეგ არა მაქვს. კაი. დანარჩენი და არ დაწერო, არ დაწერო. არა, ეს მოფიქრებული მქონდა. ხო, მაგრამ არ დაწერა. მაი მიაწერა მაი. კი. და ო არ არის შეგნით რაღაც ისეთი არა, არა. არ გაშვების მიზეზი. ვ-ზე ვერ გაგიშვებ. ვერ გაგიჭამ შეუძლებელი. მე მაგ ვიზა არ გაქვს. სხვაგან წავალ. აი ახლა. მართალია. სხვაგან წავალ. 10. ეგ არის და ვერ გაგიშვებ, ფარი უნივერსალურა, ვერ გაგიშვებ. მე ევროპისკენ ვარ ორიენტირებული. 10. არა, მოიცა, არ დაგვიკითხია ჩვენ და რა. ხო, შეიძლება იმასაც ეს გეწეროს. ვინ მიგდიხარ დასვენების უფლებას. მე მაგ ესეთი, აი. შენც 10. ვარიანტი არ არსებობს ამას პასუხი. გაგიჩვა. შენი წასვლის ვარიანტი. არა, ის შემოდის შვებულებაში მიდე ვარიანტი. კარგია. ყველა მათად. ანუ არ გაშვება სამსახური არ გიშვებს? ხო, უფროსი, აა, უფროსი. მაშინ მე 0-ს დავიწერე. მე მეგონა რომ არ გიშვება. არა, ეგეც უფროსმა ხო შეგე, სად მიდიხარ შესრულებისა არა გაქვს. ეგ S-ზე იწყება. ვის არა გაქვს, სად მიდიხარ შესრულება. ასე კი, მასე S-ზე იწყება. არა, 10. დავიწერეთ. რამ ჩაგიშალა დასვენება. ხო, ეგ არა მაქვს. მე მაგ ვერი შოვეფული. კარგია. კარგი მიზეზია. რატო არ დაისვენე? ვერი შოვეფული. მე ვირთხა.
ჩავედი სასტუმროში და ვირთხარ, ცხოველი მეწერა და უცებ გამომწერე აკეთაზე. ძალიან კაი მიზეზი. ჩავედი სასტუმროში ვირთხარ. არა და გასაგებად თქვა რომ იგივეს ნუ დაწერთო. არა, მაგათმა ჯანმრთელობის პრობლემაზე და იქ სხვა. და ვირთხიან სასტუმროში არ გაგისვენია? ხო, მაგრამ ჩამიშალა. ისე გულიანად არის რამ ჩაგიშალა. არა, მოდი 0 დაუწეროთ. მოდი დაუწეროთ. იმიტომ რომ ეგ არის აფერისტობა. ხო, აწიოთ ხელი, ვინც კარგად დაისვენებთ ვირთხიან სასტუმროში. არა, კარგად დაისვენებთ, რომ ვისაც არ გადმოგიწერიათ ცხოველიდან ვირთხა. გადმოწერა არ შეიძლება იყოს ნათქვამი? კი. ჯერტი აქ ვირთხა კი არა, ვირთაგვა მიწერა. წერია ეხა აქ სიტყვა. ხო, მაგრამ ვირთხა და ვირთაგვა ერთი და იგივეა. შენ გენაცვა. მაშინ ცხოველი არ ჩაგეთვლება. მაშინ დავიწე. სამი დაიწე. დავიწე და გაასაჩივრეთ სადაც ხიდათ იქ მე. მეც ვიწერ. შენ რა გაგწმა? მეც დავიწერაც, არა მაქვს არაფერი მაგრამ. აღმოჩნდა გვესწრება ჩაწერასი ადამიანი მიზეზზე კი არ არის ლაპარაკი, რომ გადმოიწერე ამაზეა ლაპარაკი. ხო და შენგან ხო არ გადმოვიწერე, ჩემგან არაო თქვა ადამიანმა. ჯანმრთელობის პრობლემაზე თქვა. აქაც რომ მეწეროს რომ ვირთხისგან ვიკიდე ვირუსი. კი, მაგრამ მიწერია მარტო ვირუსი. მეც ხუთები. არა, დაიცადე შენ, ვირთხა, მე ჩავიტვალე. მიდი. ცხოველი. ვირთაგვა. აიჭრა. ერთი და იგივეა, ვირთხა და არ არის ვირთაგვა და ვირთხა. ვირთაგვა არის. მეც ვირი მაქვს. მეც არ ვირი. მოვიტყობთ, ეხლა მოვიფიქრე ვომბატი, მაგრამ კაი. მე ვირი გაქვს? მორტალო. მე და ორი მაქვს, ვირი და თხა. ხუთები. ვირთხა. ანგარის არა აქ მნიშვნელობა, მოუსი. ჯანმრთელობის პრობლემა, ვირუსი, ზაფხულობით ხშირად არის ვირუსი. ეს ხან გუშნაწლავზე აისახება, ხან სურდოზე, ხან შენ რა გაქვს? ვარიკოზული ვენები. სწორია, სიცხეში რთულდება ვარიკოზული ვენები. ვარ ფართოვდება. ისე დავიწვი ვალდირები გამო. ვალდირი. ეგ რა არის ვალდი? ვალდირი არის აი წყალი რო გამოგდეს აქ. ან კანი რო მოიფუზება და ენაზე. კანსა და საერთაშორისო ესპერანტო. ბებერაფია ქართულად, მაგრამ ბებერა სხვა რაღაც. არა, აი, მაშინათი. ბერას ხო რამე არის? 10 ჩვენ ხუთები. მე რა 15 დავიწერ. იმიტომ რომ ვირუსები გვაქვს. ჩვენ საერთოდ არ ვიწერ, არა, ვიძახი და დავიწერი 10. კაი. ქალაქი სადაც არის 100-ო. ვლადივოსტოკი. კარგი ხარ. გოროშილოვგრადი 2-ოა. მაშინ შენ 20 დაიწერ. აბა, ოიც ერთი წამით. ვოლგოგრადი. ბოროშიოგრადი აღარ არსებობს და როგორ არსებობს? აღარ არის. შენ რა გაქვს? ძმა. მე ვროცლავი მაქვს. ბოროშიოგრადი არის ლუგანსკი. მოდი მე ხა 10 დავიწერ და გოროშილოვგრადი ვა, ნახე როგორ დაგეწერა 0. 20. აჰა, იარშევე კამათები. 30. სადაც მართალი ვიყავ ვირთხაში დავიტანე. 40. აჰა. აუ, ვანაძორი რო ვერ გაიხსენე, ამაზე კიდე გაკლდება 5 ხუთი. აი, ხო ხარ ღირსი. მოდი ეს ვირთხა გადახაზე. აი ამ ვირთხის ის წავშალე 5 ხულა. 5 ხუთი მე ჩემ ადგილას ენასაც მოვიჭერ. 30. ეხა ვანაძორი რო აქ მეთქვა, კიდე უნდა ამოჭერით გაუშვით რაღაცა და ო, კი. ხო, რა თქმა უნდა. 30 ხულა მაქვს. 35. 35. შენ ძმა? 25. შენ 40. ეხა შენ აკეთებ იმას, წკაპ-წკაპს. ორჯერ ერთხელაც და всё, მიდი. 15 ხულა არ ჩამითვალეს, თორე ლიდერი ვიქნა. დააკეთე წკაპ-წკაპი. წკაპ-წკაპი გავაკეთე. ჯანე ლუთხარი. არა, მე გეტყვი, სწორ. სტოპ. ის წავა რომ ბოლო ასო რომ ვიწვალოთ და D E V Z T I K L M N O P J R S T. რა კარგად ზორნია ისა ამბანი. მორჩი. ვა, კაი, ჯიგარი ხარ. არ გაშების მიზეზი. შემოდის თანამშრომელი გეუბნება გამიშიო შენობრივ ტეხავს. ტეხავს ეხლა სამსახურდანზე. დასასვენებლად ტეხავს. ყველა მუშაობდა შენ მიგვე ტეხავს. მე შემოდის თანამშრომელი გეუბნება გამიშიო და შენ ტაში.
ანუ შანსი არა აქვს უკვე. რა უნდა გითხრა? მაგარია. აი, შენ მაგ ეს ტიტულს ვერ გაგიშვებ. ხო, ანუ სპეციფიკური სამსახურია. ხო, რაღაც კონკრეტული მიმართულების მესმის კი. ნოლი. ჩაიწერე ნოლი. ჩაიწერე 0. კარგი ვერსია, მაგრამ 0 ჩაიწერე. არა, მარტო ოდნავ გონიერი თანამშრომელი გეტყვის რომ ჩავიცავდა წავა. და ტაში ეს ვარიანტი არა. იმიტომ რასაც გეუბნება ისევ და აი, მე და შენ მათან. კი ბატონო. ტიტულს ვერ გაგიშვებ. მეორეში ჩაგიშალა? მე 0 მაქვს ვერ მოვიფიქრე. შენ იქ გამაზე. ჩაგიშალა დასვენებო. ანსაცმელი მომპარეს. მეც ეგ მოხდა. ხუთები ჩაიწერეთ. შენ ტემპერატურა. კარგია. 10. ტემპერატურა მოყვა, ან მაღალმა უნდა. შენც გქონია შემთხვევა ანსაცმელი გამშველობა. მომპარეს? ნუ დასვენება რომ ჩამეშალა მაგის გამო არა, მაგრამ თანსაცმელი როგორ არ მოუპარია. მე დასვენება რომ ჩაიშალა მაგის. აი, ცხოველი. ტურა. ტახი მოხდა. ტაპირი. იმან ვერ მოიფიქრე. 10 ძმამ 0. ჯამთელობის ჯამთელობის მდგომარეობა. ტრაკი მტკივა. მოხდა. არ შეიძლება. კი, არის, მაგრამ ურად ხმა მაღლავე. მე დასამალი არაფერი არა. ქვედა ტანი. აი ესე რომ თქვა. არა, არ არის, არა, ისეთი ეფექტური არა. ანუსი რაღაც. არა. მე ტანში მზარავს. ტკიპა. ტკიპუს. ტანში მზარავს ეს ჯამთელობის პრობლემა, ეს ფსიქოლოგიურია. კი პრობლემაა. შეშინია დიდ მტერს რო დაი. ერთზა ფსიქოლოგიური ჯამთელობაც ჯამთელობის ნაწილი. მე აქ დავიწერა თქვენ იკამათ. მე არ შეიძლება რომ დავიწერო? არა, მეცაც დავწერე და შენ ილაპარაკე ტანში მზარავს. იმას რა ქონდა? ტონზილიტი, ანუ გლანდების ანთება. ნამდვილი დაავადება მოი. კი, ზამთარში ტონზილიტი შეგიძლია გაჩერება. აი. და ქალაქი სადაც ოარი. ტორონტო. ტოლიატი. არა მაქვს. ეს ტოლიატი მაქვს, თუმცა სხვა ტოზეც მქონდა და ის უნდა დამეწერა ტომსკიო. ეხლა რო უყურებ მართალი იქნებოდ. ესე იგი, შენ ამ 10? ტორონტოზე ოროზე ისევ არაფერი, ხო? არა. არა. არა, უბრალოდ 34. 10, 20, 30, 35. მოვჩით? მოვჩით? მოვჩით. 75. შენ 65, მაგრამ 15 დამაკენით და მე არ აღიარებული, მაგრამ ჩემპიონი მე ვარ აქ. რა თქმა უნდა, ეგ ყოველთვის ეგრეა, მაგრამ ეხა რამდენი? 80 მექნებოდა, მაგრამ მაქვს 65. მეც ეგრე 65. შენ 65 მაქვს და შენ რატო გაქვს 65? არ ვიცი, აი შენ თუ მათემატიკა. პატიოსანი მათემატიკა თავისას შვება. მათემატიკა და ინტელექტი. ისე მოიქეცი, არა. თქვენთან ერთად ქალაქობანას თამაში აღარ მინდა. არც მე. ჟილკო. მე კიდევ გიждები თქვენთან ქალაქობანას თამაში. ეს ძალიან მომეწონა, შეიძლება დავიტოვო ეს. კი, აჰა, ესეც აიღე. სირიული პასტა? საიდან მოიდან არ სირიული არ არ ვიცი. ვიცი, მაგრამ უხარია. აი ეს თურქეთი აღარ უშვებს ესეთ ცუდ პასტებს. და ალბათ სირიულია. სიცუდით გაარტყა. კი. გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე თუ განვიხილოთ ჯერ. კარგი ვითამაშეთ რა. სიცუდით თუ სიფუდით? დათო ფორმაშია. სიცუდით თუ სიფუდით. დათო ფორმაშია. შენ გაიმარჯვე? ხო, მე მოვიგე. კაი, მოდი გადავიდეთ სტუმრის ნაწილზე. მეორე ნაწილი ტრადიციულად სტუმრის არის ხოლმე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია რეჟისორი ზაო ჩიკობავა. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? ცხელა. ო, ეგ რას ვიზავ? ჩეულებრივი. მე ჩემი ისა რა. Soulmate. თეატრში ამასობაში მიდის ამბები თუ არა? არა, ამჯერად არ მიდის, რაღაც გასვლითი მქონდა, გავედით არციხეში. ზაფხულის სეზონის გამო? ხო, ზაფხულის სეზონის გამო, მაგრამ სადღაც 28 აგვისტოდან რო იწყება და აღარ მთავრდება. ვიცით, ნამყოფი ვართ. და ახალი გაგულია სპექტაკლი აქვს. კი, ხო, რა სპექტაკლი. ბერის უბნის მელოდიერი. ხო. გაცოცხლდა. გაცოცხლდა, დაბრუნდა. კარგია, დაბრუნდა. კიდევ ერთი ვერსია, რომელიც
სცენიური ვერსია ანუ რა. მე როგორც ვიცი, აი ეს რაც ჰქონდათ ჩიკაგო, მამამია, ესენი არის ლიცენზირებული, ხო? კი. აი, ეგ ლიცენზირებული რას ნიშნავს? რაღაც ძალიან ჩარჩოები რომელსაც ვერ გაცდები თუ არანაირი ჩარჩოები არ არის, უბრალოდ ლიცენზია. მე ის არის რომ ყიდულობ უფლებას რომ ეს მელოდია გამოიყენო. შეგიძლია გადააკეთო ეს ტექსტი გამოიყენო. და დანარჩენ მხატვრულ ნაწილში დანარჩენ მხატვრულ ნაწილში თავისუფალი ხარ. ხო. ეს ტექსტი რომ მოგცეს, ხო. გადმოთარგმნეთ კი, აბა. და რო გადმოთარგმნეთ, ხო შეგეძლოთ მიგეგდოთ და აღარ რა ტექსტის მომართული აქ თვილი იმის დაბრუნებას კი, ნებისმიერ იმაზე რომ რაღაც იმის უფლება მაქვს. იქით მიდის. აუშვათ აი მაშინ მამამიაში სიტყვაზე მერილ სტრიპის პერსონაჟი ვინც არის, ეგრო ბოროტი იყოს. ესე რომ შეცვალოთ. კი, რატომაც არა. ჯადოქარი ჯადოქარი შეცვლა შეიძლება? ჟანრის შეცვლა შეიძლება. და ის შეგიძლიათ როგორ კვირაში დაუბრუნოთ უკან, რომ აღარ მომწონს. დავიღალეთ, აღარ გვინდა. ფული დამიბრუნეთ ორი კვირი. ის ჩემნაირი გახდა, შენ გენაცვალე, იგივე სწორ გზაზე დგა. და ამას ყიდულობთ რაღაცა რაოდენობის გაშვებით, ხო? კი, რა თქმა უნდა. და ვინმე ჩამოდის და იწვლის. სამი კაპუნობს იქ. მასლა. კი. თუ პატიოსო სიტყვაზე. არა, ნუ ახლა ისე იდეაშიც კაპუნობს იქ. ჩვენ რო ვიყენებთ მუსიკას, რა, ნუ ახლა როგორ არის იცი რომ მაინც იყენებ ჩაწერილ მუსიკას, იმიტომ რომ ნუ ონლაინ შეიძლება უცებ გაგეთიშოს, მაგრამ ისე ონლაინ მიღებული და იქ კაპუნობს. რამდენჯერაც ბიჭო ვიღაცა რომ დაჯდეს შემთხვევი და მოსმინოს უკვე გაერთი ერთი კონცერტია მოორდინებელი. ჩართული რო დაგჭეს. ჩართული რომ დაგჭეს. დიდი გასწრებული ხარ. ამოიწურა. უამრავი ფული გაგარდა სახთელი. ეხლა ნახე, ეს სანამ ნაყიდი გაქვთ. ხო. ეხლა თქვენი სპექტაკლი რო YouTube-ზე დადოთ ნაწილი. არ დაგასტრაიკებენ? ანუ მელოდიას ხო იცნობს YouTube-ზე? მაგის უფლება აქვს. ზა! აგეთი ხა შენიგმას კი გადავა. არა, მაგას თორე მაგის უფლება რო ქონდეთ კლიპსი რომ მოვარდებოდა. წისქვილი ჯგუფის თეატრია, ხო? კი. თეატრი ესე ქვია და არის დაინინგ თეატრი. ესეთი კონცეფცია, ხო? წარმოდგენა ვახშმით. ხო. show is dinner. ცოტა თავიდან უცნაური არის ყო ეს ამბავი, სანამ ხალხი მიეჩვევა. ალბათ უცნაური იყო, ალბათ, ნუ ახლა ესეც არის რომ მართლა ერთადერთია ჯერჯერობით ესეთი ფორმის და ესეთი ფორმატის თეატრი, მაგრამ გონია რომ იცი რა, ხო, ნუ რაღაცნაირი ის იყო, ხო? გამართლებს თუ არ გამართლებს, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ისე ავაწყოთ ეს ყველაფერი, რომ არანაირი დისკომფორტი არ აქვს. მაგრამ ნახე, უფრო უცნაურია იმისთვის, ვინც მოსასმენად მოვიდა და საჭმელი მოუტანეს, ვიდრე ვინც საჭმელად მოვიდა და მახორდო გაეჭიტა შვენიერი მიუზიკლი. და ჭამელები სულ ისავართ რა მოგებულები. იქ ხო რაღაც პაუზებია, რომელშიც შემოდის ეს კორსები. კი, ნახი გვაქვს. როგორ ოპერატიულად შემოაქვთ ბიჭო ეგრევე შენ. მაგის რეპეტიციებსაც თქვენ დგავთ. რეპეტიცია იმიტომ რომ ის თუ ნავარჯიშები არ არის, ნავარჯიშებია. რომელი უფრო დაგამახსოვდა, საჭმელი თუ ისა სპექტაკლი. ჩვენ სხვა შევს ვიყავით, რომ იცი რა იყოს რაღაც სპეციალურად იმ დღისთვის გაკეთდა სხვადასხვა მიუზიკლების ყველაფრის ნახვე. დემო ვერსია იყო რაღაცა. რა სპექტაკლი იყო და რა საჭმელები. ეხლა გამოჩნდება რომ საჭმელი არ მახსოვს. საჭმელები არ გახსოვს? არა, ისეთი პატარა პორციები. არა თუ დამამახსოვს. ისე სწრაფად შტანს გადაცდა, კი არ შეჭამა გადაცდა. ესე არ გახსოვს კი რა გველის ნაკბენი. სხვაშორის გემრიელობები იყო. მაგ საჭმელსაც თქვენ დგამ. არა, მაგას შეფი დგავს ალექს ნათაძე, რომელიც ამ მაგარიშია. ალექსია მართლა თქვენი შეფი? მომიკითხი ალექსი. აუცილებლად. ეს დღეები სულ ეკავ და რაღაც. უთხარ ეს დღეები სულ ეკავ და არ იღებს. არა, უთხარ რომ ცოტა გაზარდოს ის. დასში რამდენი მსახიობია? ბევრია, ერთ წარმოდგენაში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობს. არის მუდმივი თუ არ არის მუდმივი, არა. სხვადასხვა რა. აქაც ნახე მოგებულია. ნათაძე ხო სულ არა. ნაექ სულ. შეფი სულ. შეფი სულ.
და რაღაცა ფუშფუშა კაბები და ისინი აცვიათ, ხო? გააჩნიათ შესტა. გააჩნია იმას კოსტუმი. წარმოდგენას. ნუ აბა ეხლა კოსტუმი. შენ არ იყავი? არ ვიყავი დათო. ნუ ახლა მამამიაში დისკო აცვიათ. იქ ფუშფუშა არ გამოდის. ჩიკაგოში შესაბამისი. დისკოც ხო რა ფუშფუშა. არა, ზუსტად უფრო ბრჭყვია. ჭყვია. ამათ აქვთ ნაყიდი ბჭყვიალა. იალა დისკო გქნა. ბუშბუშა ძვირი ხირდა. მაგრამ კიდულობ თუ აქ კერავენ თუ არა, მას ჩვენ ვქნით რა. ხო კოსტუმის მხატვარი, ხან ლაშა ჯოხაძე, ანანინოა, მხატვრები, დეკორატორები. რამდენი სპექტაკლია უკვე რაც დადგით? სამი სრული შოუ რაც არის, მაგრამ კიდე გვაქვს დავუშვათ ესეთი შოუები, როგორიც არის დაისი, სადაც რაღაც ქართული სხვადასხვა მიუზიკლებიდან და მუსიკალური ნაწყვეტები აღებული, არის ქართული შოუ, სადაც ეგ ის რა ქვია, ქართულის რაღაც ანსამბლი ოცეკოს მათ. არა, ეგ თალკი. არა, ну არის მაგალითად ქართული შოუ, სადაც უხიშვილები არიან და გუნდი და მარიამ როინიშვილი, იქ უფრო სხვანაირი. ხო, ის უფრო ხო, ну ის უფრო რაღაცნაირ და ეს კერძებზეც აისახება, ვთქვათ, ნაციონალური როა, ნაციონალური კერძებზე აისახება. ჩიკაგოზე შემოდის ხო, სტეიკი. ამ მიმართულებაზეც გვაქვს თავის თავად, რომ შეფი ზრუნავს ამაზე, რომ დავუშვათ ჩიკაგოს ნაციონალურ საღამოს ზონას ახლავს. სხვა კერძები იყოს და ვერისუბაზე სხვა კერძები. ჩვენი რამდენი მსახიობია? ჩვენია ჩვენთან ვიწყებდა. ხო, ну ბუნებრივი ხარ სიმღერა და სეკვარო ჭირდება, მუსკომედია არის ძირითადი შემოქმედება. ხო, ახალი თეატრის არტისტები ბევრი მარიამ არის. როინიშვილი მსახიობის დედა. მარიამიშვილი თამაშობდა ჩვენთან სერიალში. მართლა? ყველა სოლისტია თქვენი ჩვენთან მომყოფი. ალბათ, ხო, ძალიან ვარსკვლავები არიან. კი, მაგრები არის. გიგი ნამყოფი. მოსალოდნელი ანდრია სტუმრები ხო საერთოდ? მოსალოდნელი იყო ალბათ, რომ ესეთი ექსპერიმენტი უფრო რესტორნისგან წამოვიდა. ეხა თეატრმაც რო დაიწყოს საჭმელების ჩაგება. ნუ რაღაცა ისა თავის ქაბაბი. არა, თავის ბუფეტში დადგა სცენა. ხო არის დიდი სცენა, მცირე და ბუფეტი. უკვე მიხდები საით მიდის კულტურა. და მე ქაბაბს რატო ვატენინდი დათო? კაბაბი თვინ მოამარაგებს. ხო, ქაბაბ შოუ. ერთი გამოიარე ჩვენთან რა, იქ სცენა რო დავდგა. დავით ლაბაძის ძმის სახელობის დრამისა და რაღაცა პატარა დასი რო გამა. მინიატურები თითების თეატრი რო გავიდა. ანჯერდილების რაღაცა რა ბათოჯინების ხო რაღაცა რო ისე მასშტაბი ხარ გამოვა ჩანგლების და საწრუპების თეატრი. და პირველი იმითი გახსენი რა ჩარლი ჩაპლინი თოჯინების. მუსიკალურადაც თქვენ მართავთ? თუ მუსიკალურ ჟანრში? მუსიკას ყიდულობენ. არა აი რეპეტიციებს რო გადიან კარგად იმღერე, აი ქაუწიე, იქ არა, იქ ვოკალის პედაგოგი მუშაობს თავის თავად. თამუნარჩვანზე. კომპლექსურია. კი, აბანათ, ყველა მიმართულებაში პროფესიონალები მუშაობს. კი, ანუ ძართული რა უნდა ეხა ესე არ პროფესიულია. პრინციპი, ანუ იდეაში იგივე არის ალბათ ამ დადგმის და ყველაფრის, რაც ბროდვეის თეატრის პრინციპია, ხო თუ? აბსოლუტურად. აბსოლუტურად და ნუ ეხლა ესეც მოდი ვთქვათ, რომ რაღაცნაირად პირველია რა, იმიტომ რომ პირდაპირ მიმართულებაში რო ბროდვეი ჟანრი ჩვენ შემოვიტანეთ და ჩვენ ვაკეთებთ. ასე ვთქვა და ნუ ეხლა ის რო დავუშვათ შოუ იმართება, ის რო რაღაცა კორპორაციულები, ის ნუ აქ ყველაფერი იმართება ხო ჩვენთან, ნუ თავისუფალი სივრცეა და ყველანაირი საკლუბო საღამოს გამართულა ქორწილიც, დაბადების ჩვენ დღეც. წაგვიყვანია კორპორაცია. კორპორაციული საღამოებიც, იუბილეც და დაბადების დღეც და ნუ იქ რაღაცნაირად ჩვენი შოუ ნაწილებით შედის, სხვადასხვა არტისტები მუშაობენ, საკონცერტო საღამოებიც იყო, ხო, ჩვენი მუსიკოსების, ასე რომ რა არ მომეწონა. აბა მითხარი. აი ჩვენ როცა და რაღაცა პაუზაა, ხო და შემორბია და შემოაქვთ საკვები. ხო. საჭმე. სახიობებსაც რო აუტანონ. რაღაცნაირად გეცოდება. არ გეგონოს მსახიობები შიბრები ყავს. აბა რა. დამხტრები იყო. ეგ როგორ არის იმ კოსტუმს რო შეგიკერავენ სანამ ეს სპექტაკლი იდგმება იმ კოსტუმს ვერ გაცდებ. იდეთან ერთმანეთს წევენ და ხა
ჩვენი ლაივი ტარდება მოპირდაპირ მხარეს ქუჩის. კი, ვიცი. ერთხელ შევამჩნიე ჩვენ რომ მორჩა და გავიდა ხალხი, თქვენგანაც გამოვიდა. ქუჩის და გაცხადს. არ დაცხადს, მაგრამ ორივე ეგონა რომ თვითონ უფრო кай პონტი და ესე უყურებდნენ? ერთმანეთს ებაք კედმაღლურად უყურებდნენ ერთმანეთს. მე უკეთეს ადგილას ვიყავ. იმას ვინ არჩევს თქვენ? რა დაიდგას? დაიდგას ხო? კი, რა თქმა უნდა, მე და მე თელი გუნდი ერთად მსჯელობთ ამაზე, ყველა თავის დაფუძნებელიც, მარკეტინგიც გაქვთ რამე ისა, შემდეგი, რომელსაც გააჟღერებთ, მაქვს. მაგრამ ვერ გააჟღერებთ. რა ვიცი, თუ კიდე გავაჟღერო. თუ გეგმაშია რა თუ გამოვიდა რას ფიქრობ? მოდი აბა თუ გამოვიცნო. აბა თუ გამოდის. არა ქართული ხო? არა ქართული. მე მაქვს არა ქართული კადი. მეფელო. არა. მე ტექნიკურად რო ნახო შენ. არა ქართული, მე თუში მეცხვარის თქმა. მაგარი იქნება რომ ჭამდა ბევრ ცხოვრებს რო შემოვიდა. და ასე ხωρίς გამავირო შეფოდი. აგიდია. მომეწონა. კიდე მაქვერსია. აბა. მუსიკის ამდები. არა. მოიცა შენ, ვატსაპი. აი, გავჩერდი ხო? გინდა რაღაც. არა. ნამდვილი დავჭი. ჯერ შენ თქვი და მე. დაიცადე მეც და ხარი არ ჩაეთვალა ეს ამათ, მაგრამ მუსიკის ანგები ვინ თქვა? ორივე იმა. მე კეთს მინდოდა მეთქვა, მაგრამ გავჩუმდი. არა, თქვი, გავიგო. არა, კეთს მინდოდა მეთქვა თქო. ეს მივახორე. პიგმალიონი? არა. აი, კიდე ერთი ვერსია. სუპერსტარი? წავედი ნუ ეხლა ფლათესეც არა. არა, всё, მარტო მე დავჭი. ეხლა რამე დამატებდი. შერბურული ქოგი. არა. ოლივერი? ოლივერი უკვე იყო. ოღონდ რუსთაველში. ეს ის ანუ არ გამიუქმდა ეს. დაგიწეს თუ გინდა და ისე თქვი რომ მოიგო. არა. ძველი ფილმია. და ძალიან ძველი ბლუზი. არა, ძალიან ლამაზი ქალი თამაშობს. მე არ მინახავს ძველი ფილმი, რომელშიც ერთი მაინც ლამაზი. კარგი. რანაირი მინიშნება. და კიდე ორი კაცი, რომელიც შესანიშნავ შვიდეულში არ არის ლამაზი ქალი ვინ არის? ისა ჩემი მშვენიერი ლედი? არა ორი კაცი, რომელიც ორი კაცი რომელიც ორ ინსტრუმენტზე უკრავს. ჯარში მხოლოდ ხერხა. Some like it. შვილი აღარ ქვია. ეგ ძალიან საინტერესოა. ვინ იქნება მერლინი? ესეთი ის არის და შემდეგი და გამოწვევა. ჯეკ ლემონი. ჩემი ფავორიტი მან ჯეკ ლემონი არის. მე კიდე მაინტერესებს გიგის როგორ მოუხდება გავა. შენ გიგიც არ მოიდგინე. მერლინ მონრო. მერლინ მონრო არა კაცო. არა, ხო ის ჯერალდინა. თუ ჟოზეფინა თუ როგორც არის. ხო, ჯოზეფინა არის, იქ ამბონი, ხო? ჟოზეფინა. ჟოზეფინა არის, ხო, ჯერალდინა უნდა ყოფილიყო მეორე და მან ის დაიქვა. დაფნა. ჩვენ საჩუქრით დაგხვდით. ებით. ჯერ ერთი, მე მეორე რა. დათო არის ერთი საჩუქრის დირექტორი, მეორესი საჩუქარი რა კარგია მიყვარს. დათო? ჩვენი სპონსორია ნიკორა ხორც პროდუქტები. და ეს არის ფაქტურად ნაკრები. ეს ნაკრები არის გადაკრებულია. რჩეული, აი პოეტის ლექსების რჩეული რო გამოდის. დათოს უყვარს ისა. აი ეს კრაკოვული. მე მიყვარს ხომაგი. ხომაგიც ძალიან კარგია გიგი. ახალია. აიფო. გიორგის ძალიან უყვარს ცელოფნები. აგროვებს. ცელოფნებს გიორგის ვატანთ. მე ჭრის აქედან ასუებს და რაღაც აწეთებ. აგზავნის აგროვებს. გამოსასწრებს. ეხლა ელოდება ჭვიანი რაღაცა რომ გვი რაღაც აქ დასაფსერი. წესები დათო. მადლობა. ხო, ძალიან კარგი წესები. ხო, წესები ძალიან მარტივია რა. ეს თქვენია. ჩემია, მაგრამ ორი როცა იხსნება, ორი კითხვა დაისმება და
თუ არ გავეცი. შეიძლება თქვენი არ იყოს. კარგი. ეს ამზე თქვი. ძალიან უგამიხარდა. ამაზე კონტენტ ისიამო. ძალიან არ გამიხარდა. ჩვენ ვიძახით პასუხებს, თქვენ შეგიძლიათ რომელიმე პასუხს დაეთანხმოთ, თქვენი თქვათ, ან თქვათ, რომ არც ერთი არ არის სწორი. თუ გამოიცანით ვინ მამაძაღლი, თქვენ გამოიცანით რაღაცა პატარა კონფისკაცია და ჩატარდა. თეატრზეა შეკითხვა და ერთიც არის დღეს. ერთია, ანუ ყველას ვიღებთ. ანუ ვერ წაა. ნახევარს. ნახევარი მაინც დაგჭება. გამოუშვა შეკითხვა. აბა რა უნდა? მოდი, ცოტა ხანი გვაწვა. განერვიული. თქვენ უნდა გამოიცნოთ ფრანგულ ენაზე როგორ არის აბაზანა. თეატრთან არის კავშირი. აბაზანა. არტერი. რავი, თეატრთან კავშირში. კულისი? არა ხო? იმას რა ქვია, ორმოს. ლოჟა. თუ რა ქვია იმას? მეორეს არტერი კი არა, მე ზედა. ხო, ზედა. ის აი ბალკონი და არა ხარ თლადდებილები. ლოჟა ბენუარი. ნუ ვიკო დავაი შენი ვერსია მე. ნუ დავჩები რა ხა. მე ლოჟა. კულისში ხარ შენ, ლოჟა ხარ, პარტერი ვარ მე. ეთანხმებით რომელიმეს. უფრო ლოჟას. თქვენ შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ. და თქვენი ვერსია. თქვენი ვერსია თქვათ და მაშინ სულ თქვენ დაგჭირდა. მეთახმები ლოჟას. კაი, პარტერი არის ფრანგული აღონ ტერმიცა, ან მიწაზე პარტერი. და ანუ პარტერი არის სწორი. მადლობა. ანუ პატარა ფრანგულის გაგვეწილი პარტერი. პასუხია ბენუარი. აბაზანას გავს რა ეს. ბენუარი. აი, მე არ გამახსენდა. ლოჟა ბენუარი. აი, თქვა წეღან. კი, წეღან. ბატონ მასტუმარმა. კი, მაგრამ თქვენ არ მიაქციეთ ყურადღება. ნუ მოკლედ შეინარჩუნეთ საკუთარი ვერსია. გადავდოთ. პრიზი თეატრ საჩუქარი ეს უნდა გამოვიცნო. ეს თამაში განაში ელიტის ეს არის ელიტი ჩვენი ამას ჩამომართმევენ გასულსაც. ამას უბრალოდ განახებთ და წავიდეთ. და ონორის ორი საჩუქარი გაქვთ. ერთი არის უსადენო ხურსასმენები, მაგრამ არა მარტო ხურსასმენებია, მიკროფონიც აქვს. ანუ მარტო კი არ მოусმენ, ილაპარაკებთ. ეს არის ჭკვიანი საათი. სხვა შორის მეგობრებს ჭკვიან შუქნიშნებთან ამას გაიგებთ. წითელი აღარ შეგაწვა. წნევა გულისცემა რაღაცა. წნევა არა, პულსი, რამდენი იარე, ჟანგბადი, რამდენი კალორია და რამდენჯერ გატრიალდა ის ლიცენზირებული მუსიკა. ყველაფერს დაიწუნეს. ტელეფონი გადაშული გაქვს ეს გეუბნება დირეკავენ SMS-ი ეს რა მაგარი ფუნქციაა საათი. გაჩავს. აქ ხო გიკეთია და აქედან გაჩავს. უნდა ჩაიტნიო ეს საათი. რო აქეთ დაგაჩავს. პატარა ხამუტია. სესხის ძირი რამდენი გაქვთ არჩენილი? მაგასაც მეუბნები. რომელი სახეები აგვიანებს. აქ ტაიმერი ანუ დაიწყო რამდენ ხანში დაამთავრეს. ხუარ საჭკაობენ. ვიღაცა ჩარჩერა ხუარ თქვენი გადავდეთ იქით ერთი წამით. ო რა შეგიძლიათ გააგდოთ ის გარეთ რო გავა ლანძღვას კი დაიწყოს მაგრამ ანუ ხურსასმენები. მიკროფონი ჩავთ. მუსიკა და ჩავთ. სელფი არის ჩვენი სპონსორი, ვილაპარაკოთ, სელფის სლოგანია და ვიღებთ ხოლმე სელფს ჩვენ სტუმართან. რაღაც შესაბამისად იმისი სტუმარი ვინ ყავს და რაღაცა თეატრალური სელფი როგორი თქვენ ორისა ესეთი და ჩვენ ორი ესეთი. ეგეთი ის თეატრის სიმბოლო რაც არის. მე ეს მინდოდა. ეგ შენი მინდოდა. ხო. მე ვიქნა. დრამა დამანახე გინდოდა. ეს მე და ეს ვინ ვარ გახარებულები თუ პირიქით? თქვენ ხართ კომედიანი კლოუნები. თქვენ ტრაგიკოსი. ჩვენ ტრაგიკოსი. აბა იმას ქენი? ეს ხელით კენ. ვიც ეს ცალკეც უნდა გადავიდე.
იმას სათქო და ხელებიდება. ბაბაძე. აქედან ჭიმავდა რა. ბოტოქსი. ისა აკა პროპკები აკა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ ველოდებით ახალ უკვე თან ვიცით რა მიუზიკლებს. ერთი სული მაქვს ნახო ვინ იქნება მერლინ მონრო აუ კი მეჯეკ ლემონის მოღამი კი ბატონო ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრის ნაწილი დასრულებულია გადავდივართ მომდევნო ბლოგზე ვიწყებთ სოკარის რუბრიკას შეისვენე და აივის ენერგიით დღეს ამ რუბრიკას ჩვენ სტუმარია ოთო შავერდაშვილი პარაპლანის პილოტი ასწავლებელი, მრავალი თაობის გამზრდელი და მრავალი ადამიანის გამაუბედურებელი. ერთი გვერდით არა. უდუსუნით შენ არ დაასკა. პირიქით, ამან ისე კარგად გადმომაფრინა, რომ ავიჩემე კიდე მინდა თქო და აი მან მომწონდა. ეგ არის, ეს ჩაგითხრეს. მაგაგე. არა, სხვათა შორის პილოტებში ისე არის ხოლმე, ხო იცი, ოთოვარი პილოტი, რომელსაც ჩემ ბავშვებს ვანდობ. კი. აქ ეს ხედავ რა ლეველი დავაყენე. მე ბიჭო, ხო გეუბნები, ჩემი ძმაკაც წავიყვნენ დაბადების დღეზე ვაფრინე და აი აქედან რო წაიღო, აფრინა, აი აქ ესე დასო. ვირა მაინა ესე დასო. ოთო მეც მაფრინა. მასკმა როგორც დასვა თავისი ის. ზუსტად ის. მასკია რა. რამდენი წელია ოთო? დაფრინავ. 10 წელია უკვე რა დავფრინავ. კიდე კაი სიარული არ დაგავიწყდა. ხო, ისე შორის გამოთქვა გვაქვს. რამდენ ნაბიჯს დადიხარ კი არა და მიწაზე რამდენი ნაბიჯი გაკეთებული ვიდრე რაღაცა ის ზაინებისა ათები. მე კი მაქრო ხო შენ უფრო ისა ჩიტი ხარ ვიდრე ადამიანი. შენზე ისეთ რაღაცეებს ყვება. რომ კახეთიდან გაქ რაღაც აზერბაიჯანში გადაფრინდი, გადმოფრინდი თუ რა ვიცი. არა, გუდაურიდან. არა, აზერბაიჯანი ეგ კახეთში იყო, ძალიან სახალისო ამბავი იყო. აზერბაიჯანში წაგიღო ქარმატ. როგორი იყო, იცი, წავედით, მე მაშინ სტუდენტი ვიყავი რა, მოსწავლე ვიყავი, ვსწავლობდი ფრენას და ხო, პირველი გასვლა იყო ქალაქიდან, რომ გავეც ზღვაზე არის ხოლმე. პედაგოგი არის ხო? ხო, და რომ წავედით კახეთში, პირველი ის იყო, იქ უნდა გვეფრინა. აზზე არ ვიყავი, იქ რა ადგილია საერთოდ რა, რომ მივედით, რაღაცას გვიხსნიან და უცბად მოვიდა. დიდი რაოდ ერთი ავტობუსი მოადგა, ვიღაც სურველებს, არ ვიცი, თან დღემდე ვერ დავადგინეთ, საიდან გაჩნდნენ ისინი, ხა, ვიღაც სურველები, რომლებსაც უნდათ ფრენა. 40-50 კაცამდე. ხო და ამდენი ადამიანი რომ მოდის, ეს ნიშნავს, რომ ეს საერთოდ ვერ ჩამოვა ციდან რა და ყოველზე ჩაისვა, აფრინა და რომ მიხდა რაშიც იყო საქმე, აკრიფა თუ გაქრა და მე რეკავს თბილისიდან იქ დაჯდა. მალე ჩამოხვა. ეგ შენ რო ნომერი დაკარგე ის დასულა. კი. ხო. რამდენი ხანი უნდა საგარეჯოდან? ხო, საგარეჯოდან თბილისის ზღვაზე რა დაიწყო. დაახლოებით 40 წუთი მოუნდა. 40 წუთი? მანქანით უფრო მეტი უნდა. ხო და მაგას ვიზახ, ასე უნდა გვიმაძრა. კი, მოდელი 6 წელი უნდა იყო. ხო, 6 წელი მინდა რა. ის არ დაიცი და არ დააჯექი თავზე. და მე პირველი ფრენა მაფრინა ბატონმა ირაკი. და რო ვკითხე, რა თქმა უნდა პირველი ის ვკითხე, რომ სათადარიგო პარაშუტი თუ გაგხსნიათ თქო. და არასდროსო. მეთქი, აბა რაც გინდა მიმაბით, მომობით მაფრინეთ. შენ გქონია რამე ჩეპე? ჩეპე მქონია, მაგრამ სათადარიგო პარაშუტის გამოყენება არ დამჭირებია. ნუ ჩეპე ესეთი იყო, რომ შემშინები ეგ. მართლა? კი. ნუ ეგ გაყვა კონდიციებიდან გამომდინარე, სად დაფრინავ, როგორ დაფრინავ და ზემოდან რამე საეჭვო ხო დაფრინა. მე ვიგეცო და დედამიწა მართლა მრგვალია. ხო არის, ბავი, ტურ დე ფრანსის დროს აღმოაჩინეს დრონებმა, ას ხომ იზრდებდნენ. ველოსიპედის და ვიღაცას ქონდა სახურავზე პლანტაცია რაღაც. ეგ ხო ეგ ბევრი არის. მე არა, მაგრამ ჩემი გვარს ქონია, დაფრინავდა და გადაუფრინა ერთ ბიზნესმენის ესეთ სახლს. და დაძდებდნენ თორცდები რაღაც დაცვა რო 40 კილომეტრი რო GoPro-დან კამერა წაეშალათ ეგ
ესეთი, მაგრამ ეცინებოდა სატელიტიდანაც ჩანს ყველაფერიო და ასეთი რო ჩვიდე. ასეთი ჩემ კამერას და და დაეციენ და წავაშლები. კი, საათაშორის ბათუმიდან ფოთამდე. ყველაზე კაი საფრენი ადგილი რომელია? გუდაური. სვანეთი. სვანეთი ყველაზე მეტად და ყველაზე საინტერესო საფრენი არის. სამწუხაროდ ოკუპირებული ტერიტორიები რო ქონდა, შეიძლება სვანეთიდან თბილისამდე ჩამოფრენა. ანუ იმ ტერიტორიაზე საშირო არ იყოს ბოლომდე ჩამოყვალ. იყო ცელობები, მაგრამ ნუ იქ სასიგნალო რაკეტებს ისრიან ხოლმე და თან თუ ჩაჯექი და ცხინვალზე გიწევს გადმოფრენა. ხო, ეს თავს უნდა გამოყო. ფერც უნდა ფერს კავკასიონს გამოვყვებით თავიდან ბოლომდე და თბილისამდე უპრობლემოდ ჩამოფრინდები. იყო შენ ისეთ ფრენებს ამბობ, რომ ყველას დიდი ხანი რამდენი ხანი ყოფილ ხარ ხაერჩია ჩამოგაგა 8 საათი. 8 საათი გაგავიშვი. მე 14. სად ნიუ-იორკში რომ ვიფრინავ. 8 საათი როგორ გაძევი ხაერში? სხვას რო ყველაფერს და 8 საათი ჩამოკიდებული რომ. არა, სხვა შენ ძალიან კომფორტულია. ხო, კარგად შენ კარგად გაქვს. თამაკში ხარ გემრიელად და ნუ და თან ნერვიულობ მარტო იმაზე რომ რამე ისეთი არის რომ ავტოპილოტი ქონდეს ჩაურთო და წაიწია. ხა? ავტოპილოტის მონაკვეთები გვაქვს ხოლმე ერთ მთიდან მეორე სანამ გადაფრინდები, მაგ მონაკვეთში არაფერი არ ხდება და შეგიძლია ეს ხელი გაუშვა. შეიძლება ხელი გაუშვა ამინდა. მართლა? არ ქნა გეხვეწები და. მაგრამ მაინც ზად უნდა იყო იმისთვის რომ ხო, და რაღაცა არ ქნა. შეიძლება. კაი, იცი რა გითხო? ინტერნეტი ჭერს იქ. არა. არ ჭერს. ანუ რაღაცა შენ რო ჩარჯდე აბზორბს ვერ უნდა. თან თუ სხვა მე მოგიწია ემერჯენს დაждომას ამ ისეთ ადგილაში იქაც ტელეფონი უკვე არის. გადმოწერილები წაიღე. სწავლას რა დრო უნდა? სწავლას უნდა დაახლოებით გასაგებია რომ ნიჩზეც არის ბევრი რამე. სწავლას ნიჩზეც არის. 10 გაკვეთილი დაახლოებით 1 თვე. სადაც საბაზისო ეტაპებს გადიხარ, სადაც სწავლობ პარაპანის სწორად გამოყვანა და დაждომას. ანუ მუსიკა უფრო რთულია ხა. აკოს და დღედი. მაგრამ ეგ ერთი კურსი არის, მე სხვა კურსებიც რა ცოტა ზემოთ. მე უკვე ვითარდები თორთა გამალობაში ფრენის. ეს 30-დღიანი არის რომ აი ძირს ირბინო და პარაშუტი გასტილი. 30 დღიანი არის გაქცეული რომ მოაბრუნო. ეს რო არ ჯიშობდა გახსოვს ვიდეოები რომ ძირს რო დგას და ხო, ნუ ეგრე იწყება რომ ხო, იცი, კონტროლი და გასაგები. მე უკვე მე წყალსაც ჯაგისხავენ და ეგ. ეს კაი მოსწავლე გამოდგა. შენი და კარგად დავფრინავთ ხოლმე ერთად. ეს ბეჯითი თუ რამე გადაწყვიტა. შენ მაირაკლი. ხო ეგ ხდებოდა. მაქსიმუმი რა არის შენ რა გიკრეფია? ანუ რეკორდი არის იმ ხალხს რო დაემართა. ის აიტაცა, ხო ის აიტაცა, მაგრამ შეგნებულად ვინც ავიდა და ჩამოვიდა? მე მაგალითად 5500 ვიფრინე სვანეთში. რამდენიდან აფრინდი 5300-დან არა 2000 მეტრიდან აფრინდით და 3000 მეტრზე აფრინდი. კი, რადგან საშუალებას რა სიჩქარით ადიხარ ვერტიკალური სიჩქარე ხო გაჩვენა? ჩვენ ზომავთ მეტრწამებში და დაახლოებით არის ну იმ მომენტში რაც ვაფრინავდი იყო 8 მეტრწამში ავდიოდით ესე 8 მეტრს რა სერიოზული ბიჭო აი ძალიან დიდი გადაწყვეტა სერიოზული ლიფტი რა ჯურო კაჩავს ეგრე. ან სერიოზული სიჩქარეა იმიტომ ბიჭო ის არის. 3-4 მეტრწამიან ქარში თევზაობა მიჭი პროზი ხარ. აუ და კაი დიდი გადაწყვეტაა მაგ დროს ძალიან მაღალი სიჩქარეა 8 მეტრწამი ხო. ანუ 10 წამში ხარ 80 მეტრზე არის 16-17-იც ну მეგეთ შანსი ну მე არ მფრენია ძალიან ძლიერი ეგ არის კონდიციები მობიტაცა რა არის გაგარინს უფრენია ეგ. ეხლა ნახე საქართველოს ხო 64-ია და თქვენთვისაც კარგია საფრენათაც კარგია ეს იდეალური არის ძალიან კარგი არის ყველაფრისთვის კარგია ის ისტორია უნდა მოყვება უცებად რა ყაზბეგის გადასასვლელი რო არის უკვე აი გადასახეთს რო გაცდები და იქით რომ მიდიხარ იქ აუფრენდით რა და კარგი ამინდი იყო რაღაც სიცხეს ამას მიუყვები რა ეხლა გუდაურამდე არა გუდაურის მერე უკვე აი რო ახვალ და ყაზბეგისკენ რო ეშვი ჯუის უღელტეხილი რო იქ აუფრენდით და აუკრიფეთ და ესეც კარგად არის სიმაღლეში აუყევი მიუყვები რა ეს ავიდა და ეტყო ამან შეემჩნია რომ კარგად ავედით რა მაღლა რო სიმაღლე გვეყოფოდა და რაც ერთად ესე მეძახის წამო და წავიდა რა გუდაურისკენ ნუ მე მიუყვები რა ეხა რა წავედით მიუფრინავთ გუდაურ ჩემს სახს გადაუფრინეთ გუდაურის კანატკებს გადაუფრინეთ ყველაფერს გადაუფრინეთ
მე სერპანტინს გადავხდნენ და მლეთაში ჩავდივართ კანიონი და მლეთაში პოლიციის განყოფილება არის და გვერდზე ეკლესია. გამთავრებული არ იყო და ეკლესიის ეზოში დაჯდა დავინახე რა ეს ჩემზეც. დაჯდა და ეხლა მეც ჩემი ნერვიულობა მაქვს, იმიტომ რომ ეკლესია პატის ეზო პატარაა და იქ უნდა რაღაცნაირად ისე დაჯდე რა და დავჯექი თუ არა და კარები იყება და მამაო გამოდის ირაკლი კაკაბაძე. ტელეფონში კაცებს უყურებ. სიგამ დავეჭვი. ღმერთმა გამოვიდა. კი, მაგარ შოქი იყო ეს. ცოტა სამპატიჟა ჩაიდაგვა. კი, მე ზანა მანქანა ჩამოვიდა. აი, რასო და ციდანად გელოდიო. ძალიან დიდი მადლობა, ოდო, ამით დღევანდელი ჩვენ განცემის ეს რუბრიკა დასრულებულია, გადავდივართ მომდევნოს. ჩვენი ახალი რუბრიკა, რომლის სპონსორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ევროკრედიტი, სადაც თამაშობთ რაღაცეებს, რა თქმა უნდა, კავშირში. დათუჩას თამაში იყო, ჩემი თამაში იყო, ეხლა ჩემი თამაში. ჩემი თამაში არის, რა თქმა უნდა, ნიკოს ნახატები. ხო და ნახე, ევროკრედიტს აქვს რაღაც ბევრი და კარგი რაღაცეები და ნიკომ რამდენიმე დახატა. ხო და რა მიმართულება, სესხები, სერვისი. ერთი კითხვა მაქვს სანამ დაიწყო. იქ უკანა მხრიდან რო ხატი არ გამოუვიდა და იმიტოა თუ ის ცალკე კითხვაა? არა, უკანა მხრიდან შემდეგი კითხვა არის, უბრალოდ ჯაფარამ ესე გადაიღო. გასაგებია. კაი, ლანდავს, ფურცელი ლანდავს. აი ეს ახლა არის სერვისია რაღაცა? მედი, იფიქრე. ხო, ეს სერვისია? აი, ის რა არის პირველი? ღობე. კი ბატონო. ანუ ზღვარი. გადახაზული რა არის? რო? არა. აბა, ულიმიტო, უსაზღვრო. საზღვარგარეთ? არა. ღობე იყო და ღობე დამთავრდა. ნიკომ დახატა როგორც ღობე. მაგრამ ღობე ხო ის არის რაღაც. არ მინდა ის სიტყვა თქვა. ეს ის არის, რა ქვია, უძრავი ქონება? ეს არის ულიმიტო. არა. ევთქვი. არა. აბა სინონიმები გაიხსენე. ბარიერი. კარგი ხარ? და უბარიერო. უპროცენტო განვადა. ბიჭო, ბარიერი დატოვე თქო. ბარიერს გადასული? არა და ბარიერს გადმოსული? შიგ ბარიერზე როა? არა პირველი ორი 100 კარგი არის. კაი, ვერც ერთმა ვერ გამიცეთ, გითხარი რა. ბარიერის გარეშე. ეს ხო გარეშე არის. უბარიერო არ არის იგივე? არანაირად. რა სერვისია ბარიერს? სლოგანია ეს. ეგრე გითხარი რომ სლოგანია, ჩვენ პროდუქტს ვაბამთ. არ მაინტერესებს. შიგ ბარიერში რა პროდუქტია რომ კითხეს? კაი. აბა წავიდა. ეს არის აგროსესხი. ეგ არის. მე თქვა ბახჩელის დაზღვეო. სტაფილო და ჭარხალი. არა, ბოლოკი, ვა. ვერ გამოიცნობ არა, გამოიცნო ჯიგარი ხარ. და დოლარები, $10 დაუხატია. ბავშვს მსხვილ ფულს არ აძლევეს. დემოგრაფიულ რაღაცებსაც იგებ ამ და ყავთ სტაბილოზე და ბოლოგზე. თორე ხო დახატა და ხილი საზამთროა შემოსული. პორცის ესვია, არა. შემდეგი ვა, 10 დამაბნია, თორე ვიტყოდი? გაათმაგებული. ავტოსესხი? არა. აბა დავალაგოთ. 10 რამე შუაშია? ხაბათ ყველა ხო არ დაწერა. რა ვიცი, შეიძლება გააფორმა თვითონ. არა, ხო, თვითონ ესე წარმოიდგინა ეს პროცესი. 1000 კაცი დაფასდა 10000 ზრდილობა. 10%-იანი? არა, პროცენტი არ წერია. ხო და იქნება ეგრე და წარმოიდგინე. 10-ია რომ 10-იანი. ბავშვია სკოლაში სწავლობს, მისთვის შეფასება არის მაქსიმუმი. უმაღლესი შეფასება ავტომობილების. ავტომობილის უმაღლესი არ გინდა, ავტომობილების შეფასება, კი. შეფასება. არა და თუ გინდა რომ გააბუყო ამ ავტომობილების უმაღლესი შეფასება. უმაღლესი დონე, ხო? ესე დაინახა ეს ბიჭი. რა. გალაქტიური.
რანაირი ავტომობილი აქვს ახლა? ბიჭო, ესეთი გვყავს ჩვენ. ვახტანგიშვილების ის არის. არები არა. ზევიდან ჩავ. არა, იქიდან შევდივართ. და ბოლო ნახატი. აბა, 2-1-1-0. ხო, აი ეს არის ჩემი ფავორიტი. აღებ მიწემობა. არა. ორივეს უხარია, ორივე. 100-იან აძლევს იმას. მეორეს. ეს რა მიმართულებიდან არის? სესხების მიმართულებიდან? ინდივიდუალური სესხია? ვიცი. სხვის მაგივრად რო არა. დასვენების? არა. ისეთი მანძილი და ნაწოლის, რომ ის ვერაფრით ვერ აიღებს. რა ქვია მაგ მანძილს? დისტანცია. ხო. დისტანციური სესხი. ბიჭო. ონლაინ არის ესე გაკეთებული. დისტანციური სესხია. ესე დაინახა. არა ბიჭო, ძალიან სწორად რა. გონიერი იმ წუთში მიხვდა. თორე ბეყეს 0. ვიგდე იმაზე. რას? ის ბრმაკაცის კოცნა როა ვინ არის? აა? ჰომერული კოცნა კი არა, რა ქვია? სიყვარული. პლატონური სესხი. ფულს გაშვენებენ, მაგრამ არ გაწევთ. არა ეგეთი არა. პლატონური სესხი ძალიან მაგარი სერვისია. შენ მოგიხდება. ჰომერულის ვერსია იყო. 100,000 იქნებაოთ. აი. ბოდიში. მადლობა ნიკოს, მადლობა დათოს გამარჯვებულს, მადლობა გიორგის რომ მონაწილეობდა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია, ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.